სტიქიური მოვლენების გამო საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ ევროკავშირის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს და საქართველოს გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. ჩვენი საგანგებო სიტუაციათა კოორდინაციის ცენტრი ახლოდან აკვირდება მიმდინარე პროცესებს. ჩვენ კავშირი გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს სტიქიის შედეგების დაძლევაში. ნათქვამია ევროკავშირის საგარეო სამსახურის განცხადებაში. თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო მწუხარებას გამოთქვამს შეერთებული შტატების საელჩო. შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია უსამძიმრებს ყველას, ვისაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში თბილისში მომხდარი გამონადგურებელი წყალდიდობა შეეხო. ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მხარდაჭერაზე რიჩარდ ნორლანდი დავით ნარმანიას პირადად ესაუბრა. ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლჰოლიკი სტიქიის შედეგად გარდაცვლილა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. ელჩის თქმით, ის ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლებას შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით დახმარებას პირდება.